მოგესალმებით ყველას. ხვალ 17 მაისია. ეს ერთ-ერთი დღესასწაულია, რომელსაც მხოლოდ საქართველო აღნიშნავს და უნდა ვუმადლოდეთ ამ დღის დაწესებისთვის ჩვენს პატრიარქს. და კიდევ კარგი, რომ გადამწყვეტ მომენტში მან გამოიჩინა ეს ძალა და ნება და დააწესა ეს დღესასწაული. კიდევ კარგი იმიტომ, რომ უკვე ისეთი მომენტი იყო, რომ სიმართლე გითხრათ, აქედან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩანდა, რომ ალბათ საქართველოში დადგებოდა ის დღის წესრიგი, რაც ფაქტობრივად დგას ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს შტატებში. ეჭვი არც არავის ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან ქართული ეკლესია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს პატრიარქის ინიციატივით წამოვიდა, სხვაგვარად ალბათ არც იქნებოდა შესაძლებელი და მოკლედ ეს ამ დღესასწაულს ალბათ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შეხვდა გაგებით და მოწონებით. მე მსურს რომ ჩემი აზრი გაგიზიაროთ, ალბათ როგორც ყოველთვის ჩემს ვიდეოებში, იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ის ტენდენცია და ერთგვარი ტრენდები, რაც ფაქტობრივად გაბატონებულია ლიბერალურ დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების რიგ ქალაქებში, რიგ შტატებში. დიდი ხანია მე აქეთ ვარ, ალბათ 9 წელია. ალბათ კი არა 9 წელია, პირველ მაისს 9 წელი შესრულდა და მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებას გეტყვით, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და როგორ იცვლებოდა ჩემი სოფხდელობა აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახის დღის აღნიშვნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მე ჩამოვედი, თითქმის 59 წლის ვიყავი და ესეთი შეგნებული, ჩამოყალიბებული კოსმოპოლიტი, ტრანსგუმანისტი და თuliდი რომ მოვიდა დრო, დგება ახალი ეპოქა და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ქართველებმა და საქართველოს მოსახლეობამ ფეხი აუღოთ აი მოძრაობას, რაც ბოლო 15-20 წელია ალბათ მსოფლიოში მიმდინარეობს. მე გულისხმობ ეს არ ეხება ისლამურ სამყაროს და არ ეხება აფრიკის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ უმეტეს დედამიწის უმეტეს მოსახლეობას ეს ეხება და უმეტეს სახელმწიფოებს. და მნიშვნელოვანი ის არის, რომ არაერთხელ მithქვა შეს ვიდეოებში ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ეხლაც ამას ვიტყვი. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. თუმცა მე როგორც ვიცი, ალბათ 3 წელია უკვე საქართველოს ამ დღესასწაულს აღნიშნავს და მოკლედ ამის დიდად მოხარული ვარ მე პირადად და ჩემი გარემოცვა, პლუს მინუს ჩემი ასაკის ამერიკაში ცხოვრები ქართველები. იმას მოგახსენებდით, რომ როცა ჩამოვედი მე მქონდა განსხვავებული ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ფიქრობდი, რომ ეს ტენდენცია, რასაც არ უნდა შეეწინააღმდეგოს არათუ საქართველოს, არამედ საერთოდ კაცობრიობა, რომ მოვიდა დრო ტექნოლოგიური გადახალისების, მოვიდა დრო იმისა, რომ ჯანმრთელობის ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს გარკვეული მანიპულაციები ჯანმრთელობაზე, ანუ ორგანულ სხეულზე, რათა გაუმჯობესდეს და გახანგრძლივდეს ადამიანის მიწიერი ყოფა და ასე შემდეგ. ეს გეცნობათ ალბათ, ვინც მეტნაკლებად ჩახედული ხარ ტრანსგუმანიშვი და კოსმოპოლიტიზმში, იმას მე რაც ვლაპარაკობ, ბუნებრივია ამის მე ბაზა მქონდა, შესაბამისი განათლებით, წიგნები და ასე შემდეგ და მე ვთვლიდი, რომ
დადგა დრო და ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები ის ხელსაყრელი ადგილია, სადაც შეიძლება საიდანაც შეიძლება ეს ყველაფერი დაიწყოს და ცივილური ფორმით გავრცელდეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენზეც. ამ შემთხვევაში საქართველოს გულისხმობ. 2017 წლიდან მე ალბათ არაერთხელ მithქვამს და ეხლაც ვიტყვი, რომ ბრძოლად მუშაობ ნიუ-იორკში კონკრეტულად და 2017 წელს მივიღე უფლება, რომ ლეგალურად ოფიციალურად შესაბამისი მართვის მოწმობები ავიღე, ლიცენზიები ავიღე, იმიტომ რომ ესეა საჭირო აქ. და მოკლედ 2017 წელს პირველად უკვე ჩემი ავტომობილით გავიჭერი ქალაქ ნიუ-იორკში. ქალაქში, რომელიც იყო ჩემი სათაყვანებელი ქალაქი, ვინც მე თბილისიდან მიცნობს და ბავშვობიდან მით უმეტეს, ჩემი მეგობრებმა კარგად იციან, რომ ჩემი ოთახის კედლები აჭრელებული იყო ამერიკის დროშით, ამერიკის, კონკრეტულად ნიუ-იორკის ხედებით. აი ეს ულამაზესი ბრუკლინ ბრიჯის კი მქონდა ერთ-ერთ კედელზე. გაკრული ალბათ ბევრს დაგაინტერესებთ, ახლა 72-73 წელში საიდან ეს ამდენი რამე, უბრალოდ გამოდიოდა საბჭოთა კავშირში ესეთი ჟურნალი იყო ამერიკა. შეზღუდული რაოდენობით და მოკლედ ჩემი ახლობლები ნათესავები, ვინც კი ჩვენთან სტუმრად მოდიოდა, რო იცოდნენ, რომ მე მოკლედ მაინტერესებდა ეს ყველაფერი, შეძლებდა გვარად ეს ჟურნალები მოქონდათ. მე მაინტერესებდა ძირითადად ავტომობილები, მაგრამ ეს ხო თანხლები პროცესი იყო, როცა ათვალიერებდი მით უმეტეს პირველი ესეთი ფერადი პრიალა ფურცლებიანი გამოცემა იყო იშვიათი და ძვირი. მოკლედ 2017 წელს მე აქტიურად დავიწყე მოძრაობა ქალაქ ნიუ-იორკში და ზაფხულისთვის იყო გამოცხადებული იყო აი საერთაშორისო LGBT Pride და მანჰეტენზე ვიყავი. ერთ-ერთი ქუჩა ავენიუ გადააკეტილი იყო და იქ მოდიოდა ეს კოლონა. მომიტინგების არა, უბრალოდ რაღაც პროკარნავალური იყო. და მინდა გითხრათ, რომ ის ერთი საათი რაც მე ყველაფერს უყურებდი, ესეთი გზნობა გამიჩნდა. მე შინაურობ თქვი სხვათა შორის ეს იმ წელსვე, რომ ცოტაც და შესაძლოა შემეძლო რამის ადამიანის მოდგმაზე მე თქვა უარი დამეწყევლა. და რო წარმოვიდგინე, რომ ეს მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იყო აი ამ დიდი იდეოლოგიის და მე რაც ინფორმაცია მქონდა, რომ ეს ყველაფერი საიდან დაიწყო კალიფორნიიდან 60-იან წლებში ცნობილი კოსმისტები. კოსმისტებში ცუდი არაფერია, მაგრამ მე რა ფორმაც მიიღო. და აი ეს ყველაფერი რომ ნახე, სერიოზულად დადგმული ვიყავი. მართლა აი ისე ცოტას მაყლდა და მართლა ვიტყოდი რა მის დამეწყლა ადამიანის მოდგმა, იმიტომ რომ მე რაც იქ ნახე. აი ეს ნატურაში როცა ნახულობ, ძალიან განსხვავებული რამეა. და ვიდრე ნანახი ტელევიზორში და მით უმეტეს ვიდრე გაგონილია ნათქვამი. მოკლედ აი ამ კოლონამ ჩაიარა. ეს იყო 2017 წელი, შემდეგ გამეორდა 2018 წელს. და რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო მე ვხვდებოდი, რომ აი ეს წარმოდგენები მე რაც მქონდა, აბსოლუტურად მცდარი იყო. და საერთოდ ღირებულებით სისტემაში სერიოზული ძრები გამოიწვია იმან, რაც მე აქ ვნახე. შემდეგ ამას ყველაფერს მოყვა ის, რომ როცა მძღული ხარ მით უმეტეს ესეთ ლამაზ ქალაქში, ესეთი შესაძლებლობების ქალაქში, რაც არ უნდა დაუყარგოთ როგორც ქვეყანას, ასევე კონკრეტულად ნიუ-იორკის შტატს და ნიუ-იორკის ქალაქს, ქალაქ ნიუ-იორკს, უფრო გამართულად რომ ვთქვა. და
როცა მძღოლი ხარ და მოკლედ მასაში გადიხარ, ესე ამბობენ მიღებულია ნიუ-იორკში არის ეს ცნება, რომ ყველაზე დიდი ინსაიდერი არის როგორც წესი ტაქსი მძღოლები. და მოკლედ გადიოდა წლები და მე ვიყავი არაერთი უცნაური ფაქტისა თუ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობის უნებლიე მოწმე, როგორც მძღოლი, დაქირავებული მძღოლი. და მინდა გითხრათ, რომ აი ეს აღლუმი, რომელიც ყოველ წელს სარდებოდა, ეს არ იყო თურმე ლოკალური. იმიტომ რომ ჩდებოდნენ როგორც ხანდაზმულები, ბუნებრივია, ასევე ახალგაზრდები და ვატყობდი იმას, რომ ალბათ აბსოლუტური უმცირესობა თუ იყო კრიტიკული ამ ყველაფრის მიმართ. და აი მახსოვს 2019 წელი იყო და მე-5 ავენიუსთან ვარ ახლოს, უბრალოდ მედისონზე ვარ. მედისონიდან და უნდა ავიყვანე ორი ქალბატონი და უნდა გადავხვიო მე-5 ავენიუსზე და დავეშვა ქვემოთ. ვინცეც ნიუ-იორკი ხა არ გიგონოთ რომ ტიპოფ უბრალოდ აღვიდგენ ქრონომეტრებს და ესე როგორც იყო რეალურად. და მე-5 ავენიუსში ჩამოდის ცენტრალ პარკის გაყოლებაზე ზემოდან ქვემოთ სამხრივია. და აი ეს პეტარა მონაკვეთი იყო ალბათ ამდენი მილი ალბათ, მოკლედ კილომეტრი ავიღოთ. და ორი ქალბატონი იყო, ეტყობოდა რომ ნამდვილად ესეთი ნიუ-იორკელი დიდი ალბათობით ნიუ-იორკში დაბადებული ქალბატონები იყვნენ, ჩემზე უფროსები. და აი ეს კოლონა მოდიოდა და იქ პოლიცია არეგულირებდა, უკვე იშლებოდა ეს აღლუმი, მაგრამ ხალხი ხო იშლება და ეს მოდის და ერთმანეთს ეკითხებოდნენ რა სახელით, რომ აბა გამოიცანიო ახლა ვინც მოდიან, რომელი აქიდან, რომ კაცი ქალი, რომელია ბიჭი და გოგო და ეს მეორე იყო ძალიან დადგუნული, რომ ამ პირველს ეკითხებოდა სახელების თქმას რა მნიშვნელობა აქვს. რომ მე ვერ წარმომედგინაო, რომ მე ამ ყველაფერს მოვესწრებოდიო. აი ნიუ-იორკის ძველი მოქალაქეები, იმ მომენტისთვის რამდენი წელს იყვნენ ალბათ ქალბატონები, 65 მაქსიმუმ. და მე მივხვდი, რომ სერიოზული რყევები იყო დაწყებული. ეს ხოთშორის ტრამპის პერიოდია, მაგრამ ტრამპს როგორც ჩანს იმ მომენტში არავინ ეკითხებოდა, იმიტომ რომ აქ არ არის იმპერატიული მართვა. პრეზიდენტი ქვეყნის გარეთ ჩანს რომ ბევრ რამეს წყვეს, თორე აქ რო ცხოვრობ და რო უყურებ, ხვდები რომ არც ისეთი დიდი ძალაუფლება აქვს. მით უმეტეს ისეთ პრეზიდენტს როგორც დონალდ ტრამპია. ანუ არასისტემური პრეზიდენტი. მე ამ ყველაფერს მოყვა Black Lives Matter მოძრაობა BLM-ი. BLM-ს მოყვა ანტიფა, ანუ ანტიფაშისტური მოძრაობა და პარალელურად ამას მოყვებოდა LGBT პროპაგანდა. შემდეგ იქ დაემატა გენდერული სიმრავლის პოლიტიკა და ჩაემატა LGBTQ პროპაგანდა. და აი ცისარტყელის ფერებში შეფერილ დროშაზე ჩაამატეს ესეთი შეჭრილი מחვილად სამკუთხედი ის განსხვავებული ფერების და მოკლედ მივიღეს ესეთი ფორმა. BLM-ს რაც მოყვა და ნიუ-იორკი რო იწოდა, ალბათ რაც არ უნდა მიწაში თავჩარჭობილი ადამიანი იყოს როგორც ირაკლემა, მაინც ალბათ ნახავდა ამ ყველაფერს და რა ხდებოდა და მე ამის შემსწრე ვიყავი. როგორ იწოდა მაღაზიები, როგორ არბევდნენ, როგორ ატდიოდნენ მანქანებზე და ისაქმებდნენ პირდაპირ გაგებით. ისაქმებდნენ როგორც შარდით, ასევე განავლით. არ მერიდება ამის თქმა, იმიტომ რომ იცოდეთ ეს როგორ იყო. და შემდეგ უკვე დაიწყო რეაქციონალური მოძრაობა. ეს ხა სოციალური მომენტია, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილა პერიოდები, როცა ესეთი აფეთქებები ხდება. მაგრამ აქ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ აი ამას დაემთხვა
ის პერიოდი, რომ ქალაქ ნიუ-იორკში, ხუთივე ქვეკალაქში, ანუ ბრუკლინში, κουინში, ბრონქსში, სტეიტენ აილენდზე და ანუ თავად მანჰეტენზე, ანუ მანჰეტენი არის რეალურად ეს ქალაქ ნიუ-იორკის გული, სავიზიტო ბარათი. უამრავი მე-18-19 საუკუნის ეკლესიები, ანუ გოთიკური სტილის. ძირითადში კათოლიკური. იმიტომ რომ მე მგონი 60-იანების ბაპტისტებს და ასე შემდეგ იმათ კლასიკური ეკლესია არ აქვს, იმათ უბრალოდ შენობა ნაგებობები აქვთ. და აი ამ ყველაფერთან ერთად ყოველ დღე ვატყოდი რომ დავდიოდი რომ აი ამ გოთიკური ესეთი პომპეზური დიდებული ნაგებობები, ეკლესიები დამახასიათებელი ღერბებით, დამახასიათებელი დროშებით, ანუ აქ ორდენების მიხედვით, როგორც არის კათოლიციზმში და ცენტრალურ ავენიუებზე. იფერებოდა ამ ფერად დროშებში და მარტო დროშებიც აღარ იყო საკმარისი, ეს საფეხურებს, აი ეს მეხუთე ავენიუზე არის დიდი ესეთი საკათედრო ტაძარია კათოლიკების და ეს საფეხურები არ, ნუ ალბათ 12 მეტი არ დამithვლია, მაგრამ ავიღოთ ეს 15-20 და აი ამ საფეხურებს შორის, აი ამ ფილებს შორის იყო დატანილი ეს ფერადი დროშები, მოაჯირებზე ესეთი ლამაზად შეფოთველი ბაფთები და გადმოკიდული ყველა ეკლესიაზე ეს LGBTQ-ს დროშები. და ნუ მე მივხვდი რომ ეს უკვე რაღაც შეუცავად პროცესში იყო. გადასული ეს ყველაფერი. და ვიცოდი რომ თბილისშიც იგივე კიდე კარგი ამ მასშტაბით არა. და აი ამ ბედზე მოუსწრო მოკლედ აი ამ გადაწყვეტილებამ პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებამ დაკანონდა ეს დღე და რაოდან გასახარი იყო ჩემთვის და ჩემი თანამოაზრეებისთვის რომ პირველივე ამ დღის აღსანიშნავად როცა თბილისი გადაივსო აბსოლუტურად ყოველგვარი ხალბი მოწოდების გარეშე უბნებიდან ხალხი დაიძრა და მივხვდი რომ ესე იგი თლა დაკარგული არ იყო ეს ქვეყანა საქართველოს გულისხმობ. შემდეგ როგორც გითხარით აქ აი ეს აგრესიული მოძრაობები რაც იყო ერთი აფრო-ამერიკელის გარდაცვალებას მოყვა ეს ყველაფერი არ მინდა სახელი და გვარის თქმა იმიტომ რომ მიხედვით იმისა რომ ერთგვარად გამოცხადებულია ასეთი უცენზურო პერიოდი შესაძლოა ბანი დაადო და მოკლედ ყველაფერს მოყვა ის მოძრაობა ახლა რადგან არ გავჩერდები მე იყო კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობა კი არა მოხდა ის შეჭრა და მოკლედ ამ ყველაფერი მე დაგვირგვინდა იმით რომ პრეზიდენტად მოვიდა ბაიდენი და იმ 4 წელიწადში აი ამ მოძრაობებს რასაც ახლა მე ეს ბოლო 15 წუთია საუბრობ ეს ყველაფერი მე დაკანონდა და როგორ გითხრათ რაღაც კონსტიტუციური ფარგლები მიიღო მახსოვს ერთ-ერთ გამოსვლაზე რომ ესე იგი ბაიდენი გამოვიდა და ამერიკის იდეალი და სიმტკიცე არის გენდერულ მრავალფეროვნებაში და ამ მოძრაობისთან დაკავშირებით ტოლერანტულ დამოკიდებულებაში და ესეთ კაბინეტში იჯდა და ნუ გარშემო შემოიკრიფა სქესშეცვლილი ადამიანები. ეს მათინება, ყველასნება, ვისაც როგორ უნდა და ხანუ არავინ ამას არ მისდევს და არ დაძდევს, მაგრამ ეს ავიდა სახელმწიფო პოლიტიკამდე. და თეთრსაღზეც გადმოკიდული იყო ამერიკის დროშასთან ერთად მრავალი კიდე ისეთი დროშა, რომელიც ალბათ
არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თეთრი სახლი რა გასაკვირია, როგორც გითხარით, ეკლესიებზე იყო გადმოკიდული უკვე ეს დროშა. და მოკლედ ამას მოყვა ის, რომ სამხრეთ შტატებში ლოკალური მედიები აშუქებდნენ, იყო დიდი უკმაყოფილება. თუმცა ეს შტატები იყო უმცირესობაში. ეს ეხება ძირითადად აი შუა სარტყელს, ჟანგიან სარტყელს ეძახიან, რატო? იმიტომ რომ გადავთარგმნე ახლა. და იმიტომ ეძახიან, რომ ერთდროს ის სამრეწველო ამერიკა იყო და ფერმერული ამერიკა. სადაც დღემდე რამის პურიტანული წყობა არის, ანუ ყოფა უпростоრეთ. მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ იმ შტატებზე და იმ შტატებში და იმ საზოგადოებაში, რომელიც ქმნის ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ ამის და რომელიც ჩანს ზოგადად აპატიეთ სოფლიოში. თორე აი შტატები და ის რეგიონები საერთოდ არ არის ლოკალურ რაღაც საკაბელო ტელევიზორზე თუ გამოჩნდა და YouTube-ზე თუ რაღაც მასალა დაიდებოდა. და მოკლედ ეს გრძელდებოდა და მე მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე ვფიქრობდი, რომ ეს შეუცვლელი პროცესია და იმან რაც მე თბილისში დამანახა იმ 17 მაისის ხალხის გამოსვლა, ესე იგი კიდე შანსი ყოფილა, რომ ესე ვთქვათ გონზე მოსულიყო საზოგადოება. და აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ 17 მაისი არის აღსანიშნავი და ყველა უნდა გავიდეს ქუჩაში და ჩაებას ამ პროცესიას. კიდევ კარგი მე აქ რაც მოხდა, შეიცვალა სიტუაცია. თორე გვეუბნებით მე და ერთი ჩემი ალბათ კიდე ერთი-ორი ადამიანი იქნებოდა, თანამოაზრეებს ვეძახდით ერთმანეთს, რამის მართლა ჩემოდები ქონა ჩალაგებული და მოდიოდით. და შემდეგ გადავიფიქრეთ, იმიტომ რომ აქაც შეიცვალა სიტუაცია. და რაოდენ სასიხარულო იყო, როცა ახალი პრეზიდენტი გამოვიდა დონალდ ტრამპი და თქვა, რომ ორი სქესი არსებობს რა და ამ გენდერულ იდიოტის თავი დავანება თუ არის ქალი და კაციო და აი მაშინ თქვი, რომ ესე იგი ამერიკის საზოგადოებასაც ქონია თვითგადარჩენის ინსტინქტი თქო. მე რატო არ წამოვედი, იმიტომ რომ აქვე ვიტყვი, რომ აინტერესებს ბევრი, ხა მეგობარმა მითხრა, რომ ახსენეო, რატო ხარ მაგ, როცა ესეთ რაღაც ეროვნულ პლატფორმაზე გეხარ და ხალხს მოუწოდებ რაღაცისკენ. მოკლედ მე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, რომელიც დავიზიანე ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად ვარ ნახევრად ამბულატორიულ კურნალობაზე. ამიტომ მინდა არ მინდა ჯანდაცვის სისტემაზე ვარ შეერთებული. და საკმაოდ ესეთი როგორ თქვა, ფინანსურად ტევადი პროცესებია ეს ყველაფერი. და ახლა მე ამერიკის ბიუჯეტში ყოველწლიურად საკმარის თანხა შემაქვს, რომ იმისთვის არც მერიდება, არც მორალური ტვირთი არ მაქვს, რომ შესაბამისად იმ ჯანდაცვის უზრუნველყოფას ასაწყებულობ, მე ვთვლი, რომ ამის მორალური მიღების უფლება მაქვს. ამის მიღების მორალური უფლება მაქვს დავალაგო. და ბევრი რამე გადასაწყვეტი იქნება, ის არ არის დასრულებული, იმიტომ რომ ესე მარტივად არ ჩაივლის ეს ამბები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. ხვალ ზეგ ყველანი დავრუნდებით საქართველოში, მე ვამბობ ქართველებს. ვისაც ჩვენი სამშობლო გიყვარს, კი აქ არიან ქართველები, რომლებსაც ბავშვები უკვე ამერიკულ სკოლებში ყავთ, რა ქნან, ხა საერთო საძიებრის გამო არიან ჩამოსულები. სამსახური გაიკეთეს, საბუთები აქვთ, მოქალაქეები არიან, ზოგს ნახევრად მოქალაქეობასთან ახლოს არიან. ზოგს ბიზნესი აქვს, რაც სასიხარულოა, ბუნებრივია. ქართული ცენტრები გაიხსნა ძალიან კარგი, ბავშვები დადიან ქართული სიმღერა ცეკვა, რადიოები არის ციფრული, ანუ აი აპლიკაციით.
და ნუ ეს ცხოვრება მძიმე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვისაც არ ხვდები, მიუხედავად იმისა, როგორ პოლიტიკურ პლატფორმაზეც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში მაინც ყველას სურს, რომ აი საქართველოში დაბრუნება. რაც სასიხარულო, ადრე თუ გვიან. მე არ ვიცი ხა ის თაობა ვინც აგაიზდება ხა იმათვის საქართველოს ალბათ ისეთი უცხო იქნება, როგორც ხა ჩემთვის თავის დროს ამერიკა იყო უცხო. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის დასრული თაობა ჩემი ასაკი პლუს მინუს და ნუ ჩემს ქვემოთ ალბათ -10 წელი ალბათ მაინც მათაც სურთ რომ საქართველოში დაბრუნდნენ. ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ჩვენ ხა თავარია რომ საქართველოში იყოს ის გარემო ზნეობრივი გარემოს გულისხმობ და სულიერი გარემო და ეს არ არის ყალბი პათეტიკა და გეტყვით რატო რომ საქართველოში დაბრუნება ემიგრანტს ყოველთვის არ კონდეს მერე სანანებელი მე ვამბობ როგორც მატერიალურ ბაზას ასევე ზნეობრივ სულიერ ხარესაც ეს ორივე არის სახელმწიფოს გასაკეთებელი ერთი არის პირველი რაც თქვი ეს არის წმინდა სახელმწიფოს გასაკეთებელი მან უნდა უზრუნველყოს ეს ბაზა რომ ხალხი დაბრუნდეს უკან ამაზე მე შემდეგ ვიდეოს ჩავწერ ალბათ ხვალზე გმაზე და წარმოგიდგენთ და რაც შეეხება სულიერებას ნუ ეს ჩვენი ეკლესია დედა ეკლესია ბუნებრივია ხელისუფლებასთან ერთად და აი რას გულისხმობდი რომ აი ეს ზნეობრივი ბაზა აი მაგალითად როგორც გითხარით დღის განმავლობაში ალბათ უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა სოციალური ფენის, სხვადასხვა რასისა, ჯულისა თუ აღსარებლობისა. და აქ არის ესეთი ტენდენცია, რომ აი მაგალითად სადღაც 30 წლის ასაკში როცა ადამიანია ესეთი მიდგომაა, რომ რასაჭიროა დააფიქსირო თუ ვინ ხარ ეროვნებით, რასაჭიროა რომ დააფიქსირო რა სარწმუნოების ხარ, რასაჭიროა დააფიქსირო ან განერიდო შენ სექსუალურ ორიენტაციას, რასაჭიროა დაუშვათ უბრალოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ, რა წარმომავლობის, რა ჯულის ხარ, რა აღსარებლობა გაქვს, რა ორიენტაცია გაქვს, როგორი სოციალური პლატფორმა გაქვს, რას ემხრობი, რას არა. აი ამას ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს. აი ესე ამბობენ. აი ეს ასაკი რა, ეს 30-35 წლის ასაკი, რომელიც ალბათ 10 წელიწადში ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ბურჟუაზიული ფენა იქნება, ვინც ბიზნესი უნდა აწარმოოს, ვინც კლერკები იქნება, ვინც ბანკში, ვინც თავდაცვის მინისტროში იქნება უკვე ალბათ მართლარ გლოში და ასე შემდეგ. აი ეხლა ეს თაობა აზროვნებს ესე, რა საჭიროა ეს ყველაფერი. აი შეხედეთ ცხოველებს, რითი არიან ძაღლები და ფრინველები ეხლა უკმაყოფილო დაფრინავენ, არც სქესი აქვთ, არც უბრალოდ არც აინტერესებთ. სხვადასხვა ჯიშის ზაღლები ჯვარდებიან ერთმანეთთან და ასე შემდეგ. არ ხუმრობ, მართლა ესეთი საუბრები მესმის. და აი განათლების სამინისტრო, განათლების პროგრამა. ამან მოიტანა ეს ყველაფერი. ეხლა ტრამპი ებრძვის ვინც იცით, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მაგალითად კოლუმბიის უნივერსიტეტში ცვლილებებს აპირებს, რა გამოვა, არ ვიცი, ჰარვარდს დაარტყა ეხლა და სახელმწიფო გრანტები მოუხსნა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ იქ პოლიტიკური მიმართულებები ფინანსდებოდა, კერძოდ პალესტინის მომხრე მიმართულებები. ესე მინდა დავარქვა კორექტულად მინდა გამოვიდე. მაგრამ გარდა ამისა, ამერიკის ყველა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც გაგიგიათ. დიდწილი პროგრამები სახელმწიფოდან მიდიოდა გენდერული კვლევების პროგრამების დაფინანსებას. ანუ ხვდებით რაზეა საუბარი, რომ აი არის ფენა, რომელიც თვლის რომ ნუ რა აუცილებელი საერთოდ ხა
ჩვენ ახლა ამაზე ზემოთ არ უნდა დავდგეთ. ტიპიური ტრანსგუმანისტული მოძრაობა, რომ საერთოდ არაფერს აზრი არ აქვს რა. უნდა დააკმაყოფილო შენი ეგო, ანუ ის განათლებას რომ მიიღებ, მე ამის კონვერტაცია უნდა გააკეთო შენს საქმიანობაში, რომ იმით უზრუნველყო შენი თავი და ეხლა უნდა მეთქვა ოჯახი, ინერტულად, მაგრამ ამათ ოჯახის ცნება აღარ აქვს. საერთოდ არავის არ უნდა ოჯახი შექმნა. არავის არ უნდა. და მოკლედ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ რა პროგრამებით ისწავლებოდა და ეს არ დაწყებულა 10 წლის წინ. ეხლა უკვე ექსპერტებიც ამბობენ, რომ ეს ჩაიდო ალბათ 60-70 წლების მერე, უბრალოდ ის არ ჩანდა. რაღაც ექსპერიმენტის დონეზე იყო, ღვივდებოდა ეს კერები. უბრალოდ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ეს გაღვივდა. ბაიდენის მმართველობის დროს ის 4 წელი რაღაც აპოთეოზს მიაღწია. და რასაც ვხედავთ ევროპაში, მაგრამ ნუ ევროპაში მე ვერ გეტყვით რა ხდება. მეც თქვენსავით ტელევიზორით ვიგებ, ტელევიზიით, უბრალოდ და სხვადასხვა ბეჭდური თუ ინტერნეტ მედიით, მაგრამ მე გეუბნებით იმას, რაც აქ ხდებოდა და რაც აქ ხდება. ჩათვალეთ, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებში იგივეა. ამას მე მოყვა აბსოლუტურად უზნეო COVID ანტიკოვიდური კი არა, როგორ გითხრათ. COVID-თან ბრძოლის პროგრამა. ინგლისურად სხვანაირად იშიფრება. და სხვათა შორის ყველაზე მეტად დაზარალდა ზუსტად ეს ლიბერალური შტატები. აქეთ სანაპიროზე, მარცხენა სანაპიროზე, ატლანტიკზე დაზარალდა, ესე იგი ნიუ-იორკის შტატი, მასაჩუსეტი და მეინი, ანუ ზემოთ მეინი, კანადის საზღვრამდე და დასავლეთ სანაპიროზე, იქ-იქ წყნარ ოკეანისკენ ყველაზე დიდი ზიანი მიიღო კალიფორნიამ. იქ ბოგინებდა გუბერნატორი გევინ ნიუსემი და აქ ბოგინებდა კომო, სახელი დამავეს და სხვათა შორის ამ კომოს ეხლა სურს, რომ ნიუ-იორკის მერად მოვიდეს. სასწაულია პირდაპირ. და აი ამ ყველაფერს დაემატა კიდე ის, რომ COVID-ი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ალტერნატიული აზრი დადგმულიყო. ალტერნატიულ აზრს გულისხმობს ზუსტად იმას, რომ აი ძირითადი ღირებულებები, რაც ადამიანის მოდგმას ახასიათებს, მიუხედავად იმისა, მართლა ვინ რა ჯულის არის თუ რა აღსარებლობის, ადამიანის მოდგმაზე მაქვს საუბარი, ამის დადგმა დაიწყეს და საკმაოდ კარგად გამოუვიდეთ. მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოხდა სასწაული. და 24-ში მოვიდა ახალი ხელისუფლება. მე არ ვიცი ეს ახალი ხელისუფლება რაც გააკეთებს, იმიტომ რომ ბევრი რამ უკვე ჩემთვის ცოტა გაურკვეველია, ცოტა საკვირველია და აქ მეგობრები მაშყირებენ, რომ აი რო გინდოდა და აი რომ მოვიდა, ეხლა რა აზრის ხარო. ნუ ესეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ უნდა შეცვლილიყო, ესეც ფაქტია. და ნუ კიდევ კარგი არ აქვს შეიცვალა, იმიტომ რომ მე წინააღმდეგ შემთხვევაში მე ძნელად წარმომიდგენია საქართველოს რამდენი ბრძოლის გადატანა მოუწევდა გამომდინარე იქიდან, რომ აქ ადმინისტრაცია შეცვლილია, არის ახალი პრეზიდენტი, არის ახალი ვექტორი პოლიტიკური, შიგნით სახელმწიფოში არის ახალი ზნეობრივი მორალური რაღაც ღირებულებათა სისტემა იქმნება და საქართველოში კიდე ელჩები რას ისუფლებას აძლევენ თავის თავს. კიდე ამერიკის ელჩი და კიდე ევროპის ელჩი და რომელი ერთი ბალტიის პირელები ცალკე და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ კარგი რო აქ შეიცვალთო, წინანდელ შემთხვევაში საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა. ამიტომ 17 მაისმა, როგორც იტყვიან, ბედზე მოგვისწრო. სხვათა შორის COVID-თან დაკავშირებით მინდა გითხრათ რა. მე მახსოვს, როცა აქ ვიყავი და ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, აი უცნაური რაღაცები ხდებოდა, ესე იგი საეკლესიო დღესასწაულებზე ეკლესიაში არ უშვებდნენ.
რაღაცა მეტრის დისტანციაზე დაალაქავეს ხალხი წერტილები დააყენეს და შიდა ეზოებში, ეკლესიის შიდა ეზოებში ფაქტობრივად ისეთივე სიმჭიდროვე იყო. გასაგებია ცოტა ნაკლები, მაგრამ სიმჭიდროვე იყო ვიდრე ეკლესიაში. მაგრამ აი ესე იყო. საიდან მოდიოდა? აქედან მოდიოდა. დინამო სტადიონზე რო ფეხბურთის მატჩი არ ჩაატარეს და ის მონიტორები გარეთ დაიდგა და სამაგიეროდ სიმჭიდროვე ხალხისა გარეთ შეიქმნა. აი რა აზრი ქონდა, ხო? და კიდე მრავალი სიგიჟე. აი განათლების მინისტრი რო იყო ჩხენკელი. ბევრს ალბათ არც გახსოვთ, იმიტომ რომ ის ხშირად იცვლებოდა ოცნებაშიც მინისტრა რაოდენობა, რომ მე დღემდე არ ვიცი ხო ზოგი მინისტრი ხო ზოგი რას კურირებს და როგორ არის. მაგრამ ჩხენკელის დროს ხო აი ეს თელი პროპაგანდა და ეს ფერადი პოლიტიკა მოზარდ კლასებში წიგნები იბეჭდებოდა და წიგნების ბაზრობაზე გადიოდა ხო. ხო და აი მე ეს გითხარით ის რისი ნახველიც მე თვითონ გავხდი და ჩემთვის აქედან უფრო დასაფასებელია 1,000-ად 17 მაისის დღესასწაული დავარქვათ ოჯახის დღე ასე რომ ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო, მეგობრებო, ვინც მიცნობთ, ვინც უბრალოდ მიყურებთ, ეხლა მე მცირე აუდიტორია მყავს, ცოტა მყავს ძალიან YouTube-ზე, Facebook-ზე, მეგობრების რაოდენობა 450-დან შესაბამისად რაც ვრცელდება, მაგრამ დააფასეთ ეს დღესასწაული და გადით და შეეგებეთ, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ არ იცით რა საშიშროება ელოდა ქვეყანას. Queres გენახათ რაც აქ ხდებოდა. უნდა მენდოთ სიტყვას სხვანაირად არ გამოდეს. ვინც მიცნობს, იმათვის ალბათ ზედმეტი ფიცემტკიცი არ არის საჭირო და ვინც ისე მიყურებთ ახლა გარედან უბრალოდ ალბათ თქვენც ყავთ აქ ახლობლები ამერიკაში და იმათაც გითხრეთ. ხო და მოკლედ ასეა. და ძალიან მოხარული ვარ რომ ეს დღე არსებობს და მოხარული ვარ რომ ამის ინიციატორები იყვნენ პატრიარქი და ზოგადად ქართული ეკლესია, დედა ეკლესია და ერთიორად მიხარია ეს რომ კიდევ კარგი რომ სახელმწიფომაც ხელისუფლება მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ ხარი დაუჭირა ამ დღესასწაულს. მოკლედ გილოცავთ ამ დღეს და მრავალი ამ დაგვარი დღე ქონოდეს ჩვენ თვითონ ჩვენ თავს თქვენ და ვინც ამ ადამიანურ და მოდგმის წესს ვაღიარებთ და აი ამ სისტემათა ამ ღირებულებათა სისტემაში ცხოვრობთ. ყველას მოგილოცავთ ამ დღესასწაულს და ხვალგადი და ისე ამონეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით ბეწვზე გავდივართ. აი ის რა არ მინდა მოხდეს საქართველოში რაც აქ ხდებოდა. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ მოვაპატიეთ მეორდები, მაგრამ ემოციებია ყველაფერი. და მინდა რომ მრავალ ამდაგვარ დღესასწაულს დაგასწროთ ღმერთმა. აბა ბედნიერად.